სირიის ახლად არჩეულმა პარლამენტმა ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების დამხობის შემდეგ პირველი სხდომა გამართა. წლების განმავლობაში მიმდინარე ომისა და ავტორიტარული მმართველობის შემდეგ დამასკო ქვეყანაში საკანონმდებლო პროცესის აღდგენას ცდილობს. ახალი პარლამენტი უფლებამოსილებას 30 თვის განმავლობაში შეასრულებს. ამ პერიოდში ქვეყანა მომავალი არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს და ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე ემუშაოს. სირიის პარლამენტის მუშაობის დაწყებას სირიის პოლიტიკური გარდაქმნის მნიშვნელოვან ეტაპად აფასებენ. ქვეყანა აწლეულების განმავლობაში ასადის ოჯახის მმართველობისა და დამანგრეველი ომის შედეგების დაძლევას ცდილობს. კონფლიქტმა დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მოგიწოდებთ ეს საბჭო პასუხისმგებლობისა და კომპეტენტურობის მაგალითად აქციოთ. ხელი შეუწყოთ დიალოგის კულტურის დამკვიდრებას, კანონის უზენაესობის დაცვასა და ინსტიტუტების პატივისცემას და გახდეთ ნამდვილი პარტნიორები ახალი სირიის მშენებლობაში. ფიცის დადების შემდეგ კანონმდებლობმა პარლამენტის თავმჯდომარედ აბდულ ჰამიდ ალ-ავაქი აირჩიეს. სირიის სახელმწიფო სააგენტო სანას ინფორმაციით, ალ-ავაქი წარმოშობით ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ჰასაქას პროვინციიდანა და იუსტიციის სამინისტროში მოსამართლედ 10 წელს განმავლობაში მუშაობდა. მედიის ცნობით ის იმ სირიელ მაღალ ჩინოსნებს შორის იყო, რომლებმაც აჯანყების პირველ წლებში ასადის ხელისუფლება დატოვეს და თურქეთში გადავიდნენ. დღეს რევოლუციის გამარჯვებისა და ყოფილი რეჟიმის დამხობის შემდეგ პირველ პარლამენტის პირველ სხდომას ვმართავთ. უპირველეს ყოვლისა ამ მომენტს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ამ პარლამენტის მეშვეობით სირიაში პოლიტიკურ ცხოვრებას აღვადგენთ. ახალი პარლამენტის მუშაობის დაწყებით სირიის გარდამავალი ხელისუფლება პოლიტიკური და საკანონმდებლო ინსტიტუტების აღდგენას ცდილობს.